სუხიშვილები ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ანსამბლი მაყურებელს ხშირად სთავაზობს სიახლეებს. ისინი ამჯერადაც ახალი პროექტისთვის ემზადებიან. მე კი შევეცდები წინასწარ სპეციალურად GDS სტილის მაყურებლებისთვის გავარკვიო ახალი პროგრამის დეტალები. სუხიშვილების ახალ პროექტს, რომელიც ისინი რამდენიმე დღეში რუსთაველის თეატრში წარმოადგენენ, რამიშვილები ჰქვია. ეს პროგრამა ქართულ ქორეოგრაფიაში ნოვაციაა და ნინო რამიშვილის ხსოვნას ეძღვნება. ქორეოგრაფია ილიკო სუხიშვილს ეკუთვნის. პროექტის მთავარი გმირები წითელ კოსტუმებში გამოწყობილი სამი გოგონაა, მოკლედ შეჭრილი ქერათმითა და სრულიად განსხვავებული იმიჯით. მუშაობთ ჩვენ ყოველდღიურად და იდეები მოდის და ამ იდეების შესრულებას სჭირდება უბრალოდ მონდომება და შევეცადეთ რომ გაგვეკეთებინა ეს და მე მგონია რაღაცა გამოგვდის. სუხიშვილების სიახლეებით ყოველთვის გამოირჩევიან. მათ რამდენიმე წლის წინ ქართველ მაყურებელს ასაფ ართიშეს სთავაზეს, რომელსაც გათანამედროვებულ ფოლკლორს უწოდებენ. იარე ბოლომდე. იარე მეტი. პროექტ რამიშვილებს კი ქართულ ფოლკლორთან კავშირი საერთოდ არ აქვს და ის ეგრეთ წოდებულ მოდერნ ბალეტს წარმოადგენს. თუმცა სუხიშვილების ხელწერა და სტილი აქაც იგრძნობა. აი ხა უსმინე, ჩაუდექი უკვე. პროგრამაში რამდენიმე ცეკვა ერთმანეთს დრამატურგიულად უკავშირდება და ერთაქტიან ბალეტად იკვრება. როგორც სუხიშვილებში გვითხრეს, ამ ცეკვებში ერთდროულად სიყვარული, ვნება, ბრძოლა, ნოსტალგია, ომი და მშვიდობა ამოიკითხება. პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე სუხიშვილებში განსაკუთრებული მზადებაა. მოცეკვავეები ყოველდღიურ რეჟიმში ვარჯიშობენ და საოცრად რთულ მოძრაობებს ახლა უკვე კონცერტისთვის ამზადებენ. და ეს არის სრულიად განსხვავებული, რაც არასოდეს არსად არ გაკეთებულა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ალბათ მსოფლიო მასშტაბით. ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან ამაყი ვარ და მართლა რთული სამუშაო გქონდა 6 თვის განმავლობაში. ეს იქნება არაჩვეულები, ეს იქნება სასწაული და აღფრთოვანებული დარჩება მაყურებელი ჩემს აზრით. იმიტომ რომ ეს იქნება ძალიან მაღალი დონის კონცერტი. პროექტის მუსიკაც განსხვავებული და ახალია. ის ილიკო სუხიშვილს ეკუთვნის. დასარტყამი ინსტრუმენტები, ვიოლინო, გარმონი და დიჯეი ეს ყველაფერი ერთად რამიშვილების პროგრამაში შეგიძლიათ მოისმინოთ. როგორც ილიკო ამბობს, აქ ბგერაც და მოძრაობაც ერთად იძერწება. ქართულ კოსტუმთან დაკავშირებით რასაკვირველია, ბევრი რამე შემიძლია გითხრათ. რაც შეეხება მოდერნს, აქ უკვე ნამდვილად უკვე თავისუფალი ფანტაზია უნდა გამომეყენებინა და გამეკეთებინა ის, რაც მინდა და არანაირი შებოჭვა არ მქონოდა, არც სიგრძეში, არც ფერში, არც ფორმაში და ასე შემდეგ. რაღაც კოსტუმმა თვითონ უკარნახა ზოგიერთი მოძრაობა ილიკოს, რაღაც მოძრაობამ პირიქით მე მიკარნახა კოსტუმი როგორ გავაკეთო. პროექტ რამიშვილების პრემიერა 22, 23 და 24 დეკემბერს რუსთაველის თეატრში შედგება. ბილეთები ამჯერად მთლიანად გაყიდულია. წარმატების მიზეზი ჩემი აზრით ყველა საქმეში არის ხარისხი. ხარისხი გემოვნება და იმის გრძნობა, რომ შენ ამას აკეთებ ვიღაცისთვის, ხალხისთვის. მათთვის, ვინც ბილეთების შეძენა ვერ მოახერხა, სუხიშვილები 9, 10, 15 და 16 იანვარს ახალ პროექტს ისევ იცეკვებენ.